დილამშვიდობისა ყველას. დღეს არის პარასკევი და გვაქვს დასვენების დღე. რაც ძალიან მახარებს. მინდა გაჩვენოთ ჩემი სანთლების ახალი, ასე ვთქვათ, კოლექცია. ეს დავანთე ძალიან ლამაზია, ვარდისფერი ჭიქაში და იყო კიდევ მწვანე და ლურჯ ჭიქაში. აუცილებლად შევიძენ. მინდა და გამესინჯა როგორია, სასწაული თაფლის სუნი აქვს და ძალიან მომწონსში ჩავყარე, ნახეთ, ნაძვის ტოტები. კიდევ ასეთი შევიძინე. აქ ეს ყვავილები იყო და დავამატე კიდევ, მაქვს ასეთი ყვავილები და თითქმის დავამთავრე ეს სანთელი. ძალიან მალე იწვება, ჩაიწვა მალე. ეს არ არის ნატურალური, ეს არის სოიოს სანთელი, თუ როგორ ეძახიან ქართულად არ ვიცი, სოივა ესვიჩა. მაგრამ ამ ჭიქას რა თქმა უნდა გამოვიყენებ, შემდგომ გავადნობ თაფლის ცვილს და ჩავასხამ, გავაკეთებ ჩვეულებრივად ჩემთვის სანთელს. მაქვს კიდევ ასეთი ორი. ჯერ არ დამინთია. ძალიან მომეწონა, როგორ გამოიყურება, ესეთი პატარა ქილები. სურნელი აქვს კარგი. ჯერჯერობით. არ დამინთია, არ ვიცი როგორია მუშაობაში. მაგრამ ეხლა რო სანთლებს ვაკეთებ, უკვე ხვდები რა და როგორ ხდება. და ესეთი ქილა გავაკეთე. უბრალოდ ესეთი ქილა იყო. შემოვაკარი ასეთი თოკები. აქაც შემოვაკრავ ახლა კიდევ მწვანეს ალბათ. და იქნება ესეთი სანთელი. ძალიან მომწონს სანთლების გაკეთება, თან მამშვიდებს, თან რაღაცნაირად კარგი დადებითი ენერგიით ვივსები და ამ ენერგიას ვდებ სანთლებში. აქ მაბლაბუდა გააკეთა, მაგრამ არა უშავს. ასეც მოგესალმებით. ეხლა გავიღვიძეთ. დღეს ჩემს თავს მივედი საშუალება გამომეცინა და არ ავდექი ძალიან ადრე. ავდექი 7-ზე, რაღაც გავაკეთე ჩემი რაღაც პატარ-პატარა საქმეები, ყავა დავლია და მერე დავწექისებ და დავიძინე ბავშვებთან და აგერ არის ახლა 9 საათი და ავდექით. ბევრი საქმე მაქვს სახლში, რადგან რომ მივდივართ დილით და საღამოს მოვდივართ, ფაქტიურად დრო არ მაქვს სახლში რაღაც საქმეების გასაკეთებლად, თუმცა მოვდივარ ხოლმე აქ ზოგჯერ დღის განმავლობაში და ვაკეთებ რაღაცა ზოგ დღეებში, როცა ბავშვებს არ აქვს ცეკვა და კალათბურთი. მოვდივარ ხოლმე, მაგრამ დღეს რაღაცები დამიგროვ და უნდა გავაკეთო. კიდევ დღეს უნდა გისმენ? ჩემი ყავით დავბრუნდი. დღეს არის მე რა კარგად ანათებს ამაზე. დღეს არის სექციების გადახდის დღე, მაგას უნდა მივხედო შუა დღეს, შემდეგ უნდა გავრეცხო სარეცხი ბევრი, რადგან მზიანი ამინდი იქნება და გაშრება. შემდეგ მინდა წავიდე ჯუჟუნო დეიდასთან, აქ ჩვენს მეზობლებთან, რადგან ერთი კვირა არ ყოფილვართ და ზაფხულში რა ყოველ დღე დავდიოდით, რაღაცნაირად ბავშვებს მოვენატრათ, იმათაც მოვენატრეთ, ვურეკავ ხოლმე, ისიც მირეკავს ხოლმე, მოვიკითხავთ ერთმანეთს და რაღაცნაირად მინდა რომ მივიდეთ დღეს. შეიძლება რაღაცას გამოვაცხობ. ბაშლის პეროგს შეიძლება, არ ვიცი, ნახოთ რამეს მოვიფიქრებ და გავუმასპინძლდები.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ავიღე რამოდენიმე ასკეზა. ასკეზაზე თუ გაინტერესებთ ინფორმაცია აუცილებლად მოუყვები, ასევე ნეიროგრაფიკაზე მინდა მოუყვია, თინო გამარჯობა და ბოდიში რომ ასე დიდხანს გამიგრძელდა, მაგრამ 3 დღე მაქვს სახლში ყოფნის თავისუფალი, ასე ვთქვათ, თბილისის საქმეებისგან და აუცილებლად ასკეზაზე და ნეიროგრაფიკაზე ჩავწერ ვიდეოს. აუცილებლად. თან არ არის ასეთი რაღაც დიდი გრძელი ვიდეო, სადაც ძალიან ბევრი უნდა ვისაუბრო, არა, ელემენტარულია და მიმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან, ასე ვთქვათ, აზვიადებენ ამ საკითხებს, უდგებიან ძალიან სერიოზულად, ძალიან გთხოვთ, არ არის ეს ასეთი რაღაც საქმე, რომელსაც უნდა მივუდგეთ ისე, რომ აი რაღაცნაირად როგორ გითხრათ, მთავარი შინაგანად უნდა იყოთ მშვიდად, თორე სხვა დანარჩენია, არც დიდი დრო უნდა, არც ბევრი რესურსი უნდა რაღაც თქვენი დაღლის მომენტში, არანაირად ამდენი რაღაც მამას არ სჭირდება. ასკეზა ავიღე, ერთ-ერთი ასკეზა იყო წუწუნზე. და რას ქვია ასკეზა წუწუნზე? ნახეთ რა შევამჩნიე ბოლო დროს. ალბათ ეს სკოლის პერიოდი რომ დაიწყო, მე ძალიან ბევრი რაღაც უცებ ავიღე ჩემს თავზე და ისე მოხდა რომ დავიწყე რაღაცნაირად ასე ვთქვათ ძალიან ხშირად შევამჩნიე რომ ვამბობ რომ როგორ დავიღალე, არ მაქვს დრო და ასე შემდეგ და მე ჩემთან როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, რაც უფრო ხშირად მე ამ სიტყვებს და ამ ფრაზებს ვამბობ, მით უფრო ცუდად ვხდები და უფრო ვიღლები და ზოგადად მგონი ყველა ადამიანს ეხება ეს, იმიტომ რომ თქვენ აპროგრამირებთ თქვენს აზრებს ისე რომ დაიღალეთ და ასე შემდეგ. აი დილაზე რომ ამბობენ ხოლმე რომ დილით კარგი განწყობით უნდა ადგე, ეს 100%-ით მართალია და დღის განმავლობაშიც არ უნდა დაუშვა ის რაღაც უარყოფითი ფიქრები თავში, მაგრამ ეს ზოგჯერ შეუძლებელი არის, იმიტომ რომ რობოტები არ ვართ, არის რაღაც ემოციები, განცდები და ამიტომ შევამჩნიე რომ ძალიან ბევრს წუწუდებ. ზოგჯერ ამინდი არ მომწონს, ზოგჯერ რაღაც რავი, აი ის რაღაცები, რაზეც არ ვწუწუდებდი ადრე. ხო და ვფიქრობ, რომ ეს დაღლის მომენტია და ამიტომ ეს უნდა შევცვალო და ავიღე ასკეზა წუწუნზე. 21 დღიანი და ეს ასკეზა მე ძალიან დამეხმარება. და ისეთი რაღაც სურვილი ავარჩიე, რომელიც შესაძლებელია რომ მოხდეს და შესაძლებელია რომ ცოტა რთულად ამისრულდეს. ძალიან ისეთი სერიოზული არ ამიღია სურვილი, არ ჩამიფიქრებია და ავიღე ასკეზა წუწუნზე და ძალიან რაღაცნაირად უკვე გუშინ ავიღე და უკვე რაღაცნაირად ვივსები პოზიტივით უფრო და ეს ენერგია, ხო იცით ასკეზი როგორ მუშაობს, ასკეზის რო იღებ, ენერგია თავისუფლდება იმისათვის, ის ენერგია, რასაც ხარჯავდი წუწუნზე, განთავისუფლდა და განთავისუფლდა, ასე ვთქვათ, უკვე ასე ვიფიქროთ, ვითომ და ერთ დღეში რა განთავისუფლებს, მაგრამ ვითომ განთავისუფლდა და გადავიდა იმაზე, იმ სურვილზე, რისი ასრულებაც მინდა. და ამიტომ ჩემთან მუშაობს ასკეზები ძალიან კარგად და მეც არ მიყვარს ეს წუწუნი, ამიტომ წუწუნს რას ვეძახი, იმას კი არა რომ ყველაფერი ცუდად არის, ასე არა. უბრალოდ მოვახშირე ის მომენტები, რომ დავიღალე, ასე ვთქვათ, ძილი მინდა და ასე შემდეგ. ეს არ არის იმასთან დაკავშირებული, რომ ფიზიკურად დავიღალე, ფიზიკურად არა, უფრო გონევრულად დავიღალე, იმიტომ რომ ეს ბავშვების ამბები, სექციები, კალათბურთი, ცეკვა, ბიჭის კალათბურთი, როდესაც კალათბურთზე მაგათ სპორტსმენებს სჭირდებათ განსხვავებული კვება, მაგ კვებაზეც უნდა ვიფიქრო, რომ რაციონში ყველაფერი იყოს, სანამ სპორტზე წავა ვაჭამო, სპორტის მერე ვაჭამო, მიხვდით? აი
ძალიან ბევრი ის მაქვს ფიქრები და ეს ჩემი დღიური, სადაც წერ ყველაფერს უკვე იმდენად შეივსო და ისე მაქვს იქ ყველაფერი აი ასე ერთად გადამული, რომ აი 3 დღე მაქვს და მაგასაც უნდა მივხედო, დავახარისხო ყველაფერი კარგად, როგორც მაქვს ხოლმე, თორე ვირევი, ვფიქრობ, რომ ვირევი. აი ასე თან მიწევს წასვლა საქართველოდან ცოტა ხნით. Რამდენიმე დღით, ერთ კვირამდე ალბათ. ეგ მომენტიც ცოტა მიჭირს აქედან წასვლა. არ მიყვარს რაღაცნაირად, არ მიყვარს ჩემების დატოვება, წასვლა, თან იფიქრო როგორ არიან აქ, მაგრამ წავიყვან რომელიმე საუცილებლად ჩემთან. თმისფერი როგორ მოგწონთ ჩემი, შესაღები მაქვს უკვე, მაგრამ შავი არ არის და უკვე ვარ გახარებული იმის გამო, რომ შავი არ არის. თან ერთი დღესასწაული გვექნება ჩვენს ნათესავებს აქვს ჯურის წერა, იქაც უნდა წავიდე, შევარჩიო რაღაც ტანსაცმელი ლამაზი კაბა არ მინდა, რამე შარვალ კოსტუმი ალბათ და ასე ვთქვათ, გავიპრანჭო და წავიდე. ის ბეჭედი მომწონს, არ ვიცი, უხდება შემოდგომას თუ უფრო ზაფხულს უხდება თუ ზამთარს უხდება, არ ვიცი რას, მაგრამ ძალიან ლამაზია. ესეთები გამჭვირვალეც იყიდება. აბა მითხარით, შემოდგომას უხდება თუ უფრო ზამთარს თუ ზაფხულს. აი ასე. სხვა რა. პილატესზე დავდივარ, ძალიან წალას არ ვატან. ხალიჩა შევკვეთ ესა სპორტისთვის, იმიტომ რომ ჩემი უკვე გავიტანე, ესე ვთქვათ, გარეთ ეზოში და ბავშვები თამაშობენ. და ჩემი წონა ადგილზე დგას, უფრო იმის ბრალია, რომ როცა მე რაღაცას განვიცდი, ხო, ეხლა რამოდენიმე მომენტი არის ეხლა ჩემს ცხოვრებაში, რასაც განვიცდი, გამოვა თუ არა და ჩემი ორგანიზმი ჩერდება, არაფერი ისეთი პროცესები გაახდომის და ასე ვთქვათ არ ხდება. მაგალითად, მე შემიძლია არ ვჭამო დღის განმავლობაში და არ გავხდე, აი, ჩემთან ასე ხდება. მაგალითად, რამოდენიმე წლის წინ, 8 წლის წინ, როცა მე ვიყავი ძალიან დიდ სტრესში და საშინელება იყო ჩემი ცხოვრება, ასე ვთქვათ, დეპრესია მქონდა, შემიძლია ასეც ვთქვა, როცა ვცხოვრობდი ქირით, არ მქონდა ფული, პატარა ბავშვი, დადიოდა ბაღში, მე მუშაობდი 2-3 მსახურში და აი ვერ აგიღწერთ იმ მომენტში არც მინდა დავბრუნდე. აი მაშინ მქონდა ეს, არ ვჭამდი საჭმელს, მაგრამ ვერ ვხდებოდი. იმიტომ რომ ასე მეგონა რომ უბრალოდ სუნთქავ და ვსუქდები, რადგან სტრესის დროს მე თუნდაც არ ვჭამო, მე არ ვხდები. აი ასე მუშაობს ჩემი ორგანიზმი. სტრესთან მიმართულებით. ეხლა უფრო იციან დიეტოლოგებმა, ნუტრიციოლოგებმა რა ხდება, მაგრამ მე არ მინდა ჩავეციკლო ამ მომენტს. ერთი სიტყვით არ მინდა, მე არ ვარ გახდომის მომენტებთან ახლოს, არც ძალიან დიდად ვერ ყვევი, უბრალოდ ვერ ყვევი რაღაცა საჭმელებში, რა მოიმიხდება მე, რა უხდება ჩემს ოჯახს, რა ვჭამო და რაღაც პროცესებში არ ვერ ყვევი, უბრალოდ ვიცი, რომ სტრესის დროს თუნდაც არ ვჭამო, ვერ გავხდები და ამიტომ უნდა დავმშვიდდე. ხო, ორ შაბათს სამშაბათს ან ორშაბათს უნდა შევიძინო რაღაც პროდუქტები, რის მეშვეობითაც გავაკეთებ იმუნიტეტისთვის საინტერესო საკვებს და გაგიზიარებთ აუცილებლად. კიდე გინდა? რა გინდათ? სუპერი. მიდი და მოგიტანთ ახლა. წავედ. მალე არის ეს დღესასწაული და ჩემმა ბავშვებმა თხოვეს, რომ რაღაც შემეკერა მათთვის ამ დღესასწაულისთვის. არ ვიცი. როგორ მოვასწრებ?
მაგრამ მინდა შევკერო. მაქვს ნაჭრები, ყველაფერი მაქვს ფაქტიურად, რომ ეს გავაკეთო. და რამეს ალბათ მივიფიქრებ. ბიჭის აქვს უკვე თავის კოსტიუმი, უნდა ცოტა ასე ვთქვათ, განაახლოს კი არა, შეღებოს და ამ გოგოს უნდა რამე შევკერო. რატო? მოდი გოგო. აბა იკუნასთან შედი, რას აკეთებს, კითხე და უკვე ადგეს. ხო, აი ასე. აუ, რაღაც ფერი მაქვს. ზოგადად აქ კარგად ხვდება ხომზე. ასე. რა კაიდია, მაგრამ იმდენი საქმე. ბევრი. აი ეს წუწუნი არ არის. ეს უბრალოდ ვამბობ, რომ ბევრი საქმე მაქვს და აი წუწუნი იცით რომელია? მე რასაც ავიღე ასკეზა. აი მაგალითად ვიღაცა რომ ერეკას და ვებნები როგორ დავიღა. არაფერს გეკეთება არ მინდა. აი ეს არის წუწუნი. ზოგჯერ ვეცბობს ხოლმე. თუმცა ვმუშაობ ჩემს თავზე, რომ ეს რაღაცები მოვიშორო, მაგრამ რობოტი ხარ ვარ მეც. რამეს გადაგიღებთ კიდევ დღეს აუცილებლად გავალთ ეზოში, რაღაცებს ეზოშიც მოვაწესრიგებ, იმიტომ რომ ხან სად რა ყრია, სად სათამაშოები, რაღაცები ყველგან ყრია და ხო უნდა მოვიმზადოთ ზამთრისთვის. ზღარბი გავუშვით. იმიტომ რომ სახლში ვერ ზღარბი, რადგან მთელი დღე სახლში არ ვართ. თან ბავშვებმა შეიძლება რაღაცა დააგდონ ქვემოთ, არ ვიცი, სათამაშო ან რაღაცა და რომ შეჭამოს და მოკვდეს, მეწოდება და გავუშვი იქ ცოტა მოშორებით ტყისკენ და სადაც ხეებია ბევრი და ისეთი ხეებია, სადაც შეიძლება შეძვრეს და იქ იცხოვროს და მგონი რომ კარგად იქნება. ეხლა ცამდა გაჩვენე. არ ჩანს კარგად. იქ სახლი ააშენეს. აი. მეგობრებო, მინდა რამოდენიმე სიტყვა ვთქვა ჩემს სანთლებზე. ნახეთ, ის სანთლები, რომლებიც მე გავაზიარე წინა ვიდეოში, ის სანთლები უკვე წავიდა თავის პატრონთან, გავაგზავნე. ერთი წამი კარებს დავჭრე. ეს სანთლები მე გავაკეთე ჩემი დაქალისთვის, უნდა ვაჩუქო, როცა წავალ და აქ აქვს კიდე დეკორი, ამ სანთელზეც ექნება დეკორი. ნახეთ როგორებია. თაფლის სურნელი აქვს მეგობრებო სასწაული. ესეთი ერთი სანთელი ღირს 5 ლარი ჩემთან. მე გადავხედე სხვადასხვა ფასებს, არის უფრო ძვირი, სხვათი არის სტანდარტული, ჩემთან. ეხლა სხვა რასაც აკეთებს თვითონ მიხედავს თავის თავს. და ეხლა რა ხდება ამ სანთლებში, რატო ღირს 5 ლარი და საიდან არის ეს ფასი გამომდინარე. აი ეს თვითონ რითიც არის გაკეთებული სანთელი, ეს არის 100%-იანი თაფლი. ამას მე ვუკვეთავ ჯერჯერობით, სანამ მე ჩამომივა ამ მასალის გასაკეთებლად ფორმა. როცა ფორმა ჩამოვა, მე თვითონ შევიძენ თაფლის ცვილს, რა თქმა უნდა, ეხლაც მაქვს ეგ, იმიტომ რომ აი ასეთი სანთლებისათვის ის არის საჭირო. ასეთ ფორმებში ჩავასხავ და გავაკეთებ მე თვითონ ჩემი ხელით. და მცენარეები, რაც ამ სანთლებშია, არის ჩემი დაკრეფილი მცენარეები. აქ ჩვენთან ზოგი მცენარე, რაც აქ არ არის ზრდება, ფიზიკურად არ იზრდება, არის ნაყიდი მწვანე აფთიაქის მაღაზიაში. წონით და არა აი პარკებში რო იყიდება ხოლმე ხო შეფუთული აფთიაქებში. ეს აფთიაქის აი ეს შეფუთული მცენარეები და ის მცენარეები, რომლებიც არის მწვანე აფთიაქის, არის სხვა და სხვა. უბრალოდ როცა ხსნით ყუთს, სხვა სურნელი აქვს. ამიტომ და ეს ფიტილი, რა თქმა უნდა, შედის ფასში და შედის შეფუთვა. შეფუთვა მაქვს სამნაირი და მაგასაც გაგიზიარებთ, ლამაზად რომ შეფუთავ სანთლებს, რომელ შეფუთვას აირჩევთ, იმ შეფუთვაში გამოგიგზავნით.
აი ასე და 5 ლარი მე მგონი აი ამ სილამაზისთვის არ არის ძვირი ანთია ძალიან ლამაზად კიდევ 2 წელს გავაკეთებ ან 3-ს ჩემთვის და გაგიზიარებთ როგორ ენთება, როგორ დნება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სანთლის დნობის პროცესი არის მნიშვნელოვანი, რადგან ზოგი სანთელი, რომელიც არის არანატურალური ინგრედიენტებისაგან, როცა ვანთებთ, იცით როგორ დნება და ინთება, შავი კვამლი აზრდის და ძალიან დიდი ისა აქვს ხმაურობს რა სანთელი. ზოგადად, როცა სანთელი არის ხმაურიანად, როცა დნება და ინთება, ეს ნიშნავს ნეგატიურ ენერგიას თქვენ სახლში ან ზოგადად თქვენ ნეგატიური ენერგია გაქვთ მიღებული საიდანღაც, მაგრამ ზოგ სანთლებთან ეს არ არის დაკავშირებული, რადგან არ არის კარგი მასალისგან დამზადებული და მას ადამიანი თვითონ ხვდება. მე გაგიზიარებთ იმასაც, თუ რომელი სანთელი ენთება და როგორ დნება, როცა გაქვთ ცუდი ენერგეტიკა და უშუალოდ საიდანღაც მიღებული და რომელი სანთელი, რომელიც არის ცუდი მასალისგან გაკეთებული და როგორ ინთება ის. მაგასაც გაგიზიარებთ, რომ იცოდეთ. აი ასეთებია, ძალიან ლამაზებია ვფიქრობ. ასე. ეს როცა ვაკრავ ყვავილებს, ეს შემდეგ შეიფუთება, ასე ვთქვათ, გამჭვირვალე ცვილში და აღარ ინახეთ ეს რომ მოვაშოროთ, ნახეთ? მაგრამ მე როცა გავაკეთებ, აღარ მოშორდება. ყვავილები ბევრი მაქვს, ჩემი ეზოს მოკრეფილი ვარდები, თქვენ იცით, მე ბევრი ყვავილები მაქვს, ძალიან ბევრი, გვირილები და ასე შემდეგ. მე არ მჭირდება სადღაც მაღაზიებში სიარული და მცენარეების ყიდვა და ამიტომ ჩემი სანთლები არის 100%-ით ნატურალური, 100%-ით ჩემი დადებითი ენერგეტიკა არის ამ სანთლებში ჩადებული, რადგან თუ მე ვარ ცუდ ხასიათზე სანთელს არ მივეკარები და ზოგადად ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ სანთლის გაკეთების დროს უნდა იყოს სიმშვიდე, სიწყნარე, უნდა იყოს მარტო და ეს თქვენი ენერგია უნდა, ასე ვთქვათ, იმდენად უნდა იყოს დადებითი, რომ ადამიანმა რომ სანთელი აიღოს ხელში, შეიგრძნოს ის თქვენი დადებითი. მე რომ ის სანთლები გავაგზავნე, ეს იყო 1 კვირის წინ, იმ ადამიანმა, რომელმაც მიიღო და რომ გახსნა, მითხრა, რომ იმდენად კომფორტული სანთელებია, რომ სულ უნდა რომ ენთოს. აი, ბავშვების ხმა გესმით. ეხლა ყველას გავუშვებ ეზოში. და თითქმის ყოველ დღე მწერს და მადლობას მიხდის, კიდევ უნდა შემიკვეთოს და იცით რას ამბობს, რომ როცა ხელში იღებს, იგრძნობა ის რაღაცა სითბო, რაც შენ ჩადი ამ სანთლებში და მართალია თავს არ ვიქებ, მაგრამ როცა სანთლებს ვიწყებ, სანთლების გაკეთებას ვარ 100%-ით დადებითში. მიხარია რომ ეს საქმე დავიწყე და მიხარია რომ მომწონს ეს საქმე, მიხარია რომ სხვებს უხარია და მე ამ საქმეს არ ვიწყებ იმისათვის რომ მილიონი თანხა შევაგროვო ან მილიონი რაღაცნაირად როგორ გითხრათ, მე ამას მატერიალურის გამო არ ვაკეთებ, მე ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ სიამოვნებს და ამიტომ არის ეს სანთელი 5 ლარად და არა 12 ლარად და 20 ლარად და ასე შემდეგ. უბრალოდ გადახედეთ სხვა გვერდებს, იქ უფრო ძვირია. მე იმას არ ვამბობ, რომ ის ცუდია და რატოა ძვირი, არა, ყველას თავისი მიზანი აქვს ყველა ბიზნესში და ესეც არის ჩემი პატარა საქმე წამოწყებული და ვფიქრობ, რომ წარმატებას მივაღწევ ამ საქმეში. ეხლა არის ჰელოუინი, მინდა ამ დღესასწაულისათვისაც გავაკეთო რაღაც ლამაზი სანთლები, კოგრები და ასე შემდეგ. შემდეგ იქნება ახალი წელი, სიყვარულის დღე და აი მინდა უბრალოდ ვაკეთო სანთლები.
ამ სანთელს აქვს უბრალოდ უსასწაულესი თაფლის სუნი. უნდა ვნახო ეს ამის ყუთი მაქვს სადღაც და თეთრი ფერის არის. ალბათ შერეულია აქ ორი ტიპის ცვილი და ვნახოთ. და რო ჩამომივა ყველა მასალასაც გაგიზიარებთ. თუ რა და როდის ჩამომივიდა და როგორია.